გამარჯობა მეგობრებო, ორი დღის წინ დავიცავეთ ჩემი სამაგისტრო ნაშრომი და მინდა რამდენიმე ნაწილად გაგიზიაროთ. კვლევა შეეხება ჩათვალეთ, რომ არის საქართველოს-რუსეთის ურთიერთობის პატარა case study, რომელიც მე მოიხილავს, რა თქმა უნდა, ისტორიულ კონტექსტს, კონფლიქტოლოგიურ კონტექსტს, თუმცა ძირითად ჭრილში მაინც ეს არის საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში მოხდა, ფაკულტეტზე მოხდა ჩემი სამაგისტრო ნაშრომის დაცვა და შესაბამისად უფრო მეტად არის საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში აღქმული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, თუმცა ნაწილობრივ მულტიდისციპლინურ ამბავშიც შეგვიძლია განვიხილოთ. პირველ რიგში ვისაუბროთ, რატომ არის ეს თემა აქტუალური და რატომ არის მნიშვნელოვანი. აქ რამდენიმე პასუხი შეიძლება გაიცეს ამ კითხვას. Please. არც ერთი არ არის მარტივი. მაგრამ ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე, გაგიზიარებთ კონკრეტულად ყოველ შემთხვევაში ჩემ პირად მიზეზებს მე რას და როგორ აღვქვა, რაც პრინციპში ემთხვევა უკვე აღიარებულ სტანდარტებს და ნორმებს. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესწავლა ამ შემთხვევაში არის აქტუალურობას თავისთავში ატარებს. მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ისედაც ჯერ ერთი რომ ოკუპაცია არის მიმდინარე, განან საქართველოს ტერიტორიაზე რუსული შეიარაღებული ძალები და შესაბამის აქტუალურობას ესეც განაპირობებს და რაც შეეხება რეგიონული და ზოგადად გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რატომ შეიძლება ეს საკითხი იყოს აქტუალური, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვინც არ წარმოადგენენ მხარეს ამ საკითხში, რატომ შეიძლება იყოს ეს საკითხი მნიშვნელოვანი. არის ორი მთავარი მიზეზი. პირველ რიგში ეს არის რეგიონალური ურთიერთობები. რეგიონში არის სამი ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები, ასევე დაინტერესებულია დასავლეთი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და პოსტსაბჭოთა არეალი მთლიანად არის დაკავშირებული ამ კონკრეტული ტიპის გამოწვევებთან, როგორც არის ოკუპაცია, გავლენის სფეროების შენარჩუნების მცდელობა, ახალი აქტორების გამოჩენა ან თავიდან გამოჩენა რეგიონში და რაც მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში შესასწავლი არა მხოლოდ როგორც ერთი კონკრეტული case study, რომელიც მაგალითად შეეხება ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის კუთხის ოკუპაციას კი არა, მთლიანად პოსტსაბჭოთა კავშირში არაერთი მსგავსი შემთხვევა ვნახეთ, იგივე იქნება ეს ნესტისპირეთი, თუ იქნება ეს ყარაბაღის კონფლიქტი, თუ იქნება ეს ზოგადად დამახასიათებელი სტანდარტული შემთხვევები, როდესაც საქმე ეხება პატარა სახელმწიფოს გადარჩენის უნარებს და თვითგადარჩენის გზებს, რომელსაც რეალურად ითვალისწინებს და უწევს გაითვალისწინოს ძლიერი სახელმწიფოების ინტერესები. რაც შეეხება მესამე ნაწილს, თუ რატომ არის ეს საკითხი აქტუალური და აქვე ზოგადად მიმოხილვა რომ დაგასპოილერებთ ეს ჩემი მე ვფიქრობ, რომ ამ კვლევის მთავარი ორიგინალური მონაპოვარი თუ რამე არის ეს რეალურად რომ რა ფორმებით ხდება, რა ფორმებით ახდენს რუსეთის საქართველოს ოკუპაციას. აი ამ მიმართულებით როგორც წესი კვლევებით ფოკუსირდება ხოლმე ორი ძირითადი მიმართულებით. პირველი ეს არის რა თქმა უნდა ოკუპაცია და თვითონ ძლიერი სახელმწიფო რა ფორმებით ახორციელებს ამას, იქნება ეს მილიტარისტული კონფლიქტი, იქნება ეს საინფორმაციო ომირბილი ძალა, იქნება ეს ქვეყნის შიდა ჯგუფების გამოყენება და მეორე მიმართულებით, რომელიც ჩვენი და საზღვარგარეთის უცხოელი კვლევრების ინტერესის სფეროც არის ხოლმე, ეს არის ეთიკური ნიშანი, რასაკვირველია. თუმცა გარდა ამ ორი ფაქტორის ინტეგრაციისა, რაც საბოლოო ჯამში ორი მთავარი ფაქტორია, არის პატარ-პატარა ფაქტორები, რომლებიც რეალურად შეიძლება ეწოდოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ჰიბრიდული ომი, გამომდინარე იქიდან, რომ არა ერთი ფაქტორით, არა ერთი საშუალებით ახდენს და ინარჩუნებს რუსეთი დღემდე საქართველოს ოკუპაციას და როდესაც ჩვენ საუბრობთ დეოკუპაციაზე, ხო, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გავლენის სტანდარტულად გაფართოებაზე მთლიანად საქართველოს მასშტაბით. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ აი ეს პატარ-პატარა ბრჭყალებში თორე ისე მნიშვნელოვანი ფაქტორები მთავარი მდგენელებია, აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ფაქტორების გათვალისწინება. ეს ფაქტორები სამი ძირითადი ფაქტორია, რომელიც ახდენს და ინარჩუნებს ოკუპაციას. პირველი ეს არის ეთიკური უმცირესობების გადაბირება. რასაკვირველია და ამასთან დაკავშირებით შემდეგ ვიდეოში, როდესაც ლიტერატურას მიმოვიხილავ თქვენთან ერთად, მაშინ უფრო გავამახვილებ ყურადღებას. თუმცა სამი ძირითადი მიმართულებაა თვითონ აქაც ეთიკური უმცირესობების გადაბირებაში. ზოგადად ახალი იმაში არაფერი არ არის,
რომ როდესაც გარე ძალა ცდილობს გარკვეული გავლენის მოხდენას, გავლენის შენერჩუნებას, კონფლიქტის პროვოცირებას ან გარედან მართვას ყოველთვის ცდილობს რომ დასაყრდენი იპოვოს ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით თანამედროვე სამყაროში, როდესაც პირდაპირ ინტერვენცია დასავლეთის სახელმწიფოებში და ჩვენც რა თქმა უნდა დასავლეთის სახელმწიფო ვართ, უბრალოდ აღმოსავლეთ ევროპა ნაკლებად ატარებს ხოლმე ასე პირდაპირ მილიტარისტური შეჭრის ხასიათს, ხო თუ განსაკუთრებულ კონკრეტულ შემთხვევებს არ ჩავთვლით და იქნება ეს იგივე აფხაზეთის კონფლიქტი 2008 წელს ომი ყირიმის ანექსია თუ რაც არ უნდა იყოს ამ დეტალებში ხო არ შევიდეთ, უბრალოდ პირდაპირ სამხედრო აგრესია როგორც წესი იშვიათი მოვლენა ხდება. მოვლენაა გამხდარი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და სწორედ ამიტომ გარე ძალა სჭირდება ყოველთვის ქვეყნის შიდა დასაყრდენის მოძებნა. ასეთ შემთხვევაში კონფლიქტი თავიდან მაინც შესაძლოა აღქმული იყოს როგორც შიდა კონფლიქტი, შიდა დაძაბულობა, რომელსაც გარე ძლიერი მხარე უჭერს მხარს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ნიშნით გამწვავებული კონფლიქტი. საქართველოს რუსეთის შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო ეთნიკური უმცირესობები, ვინაიდან ეს ფაქტორი ისედაც არსებობდა, არ მას თქვენ გამზადებული დახვდა. რუსეთს საქართველოს შიგნით ნაწილობრივ, თუმცა არავინ არ ჩათვალოს, რომ აი მხოლოდ ასე ვთქვათ, აქილევსის ქუსლი იყო საქართველოსთვის ეთნიკური უმცირესობები. არა, ეს ყველა სახელმწიფოში სტანდარტული გამოწვევაა და გარდა ამისა, რომ ეს სტანდარტული გამოწვევა საქართველოს შეიძლება სხვა ჯგუფები და სხვა დასაყრდენები ყოფილიყო მომზადებული, უბრალოდ კონკრეტული გარემო პირობებიდან გამომდინარე, გადაწყდა ისე და ამის დეტალებში უფრო ქვემოთ ნაწილებში შევიდეთ გარჩევაში, გადაწყდა ისე, რომ უბრალოდ ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ქვეყნის შიგნით მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებთან. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ეთნიკური ნიშანი, რომელიც გახდა მოპროვოცირებელი რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის და მოგვიანებით ოკუპაციის შემთხვევისა, არის ის, რომ რუსეთის ეთნიკური ნიშანი არ ემთხვევა არც ეთნიკურად ოსი და არც ეთნიკურად აფსუა ხალხის ეთნიკურ ნიშანს და ეს საინტერესო მოვლენაა. ხშირად წარმოგვიდგენია ხოლმე, რომ გაქეზება, როდესაც ხდება და წაქეზება, როდესაც ხდება, იმ ნიშანს უნდა ემთხვეოდეს აუცილებლად და ეს საკმაოდ არანორმატიული შემთხვევაა, თუმცა ასეთ შემთხვევებიც არსებობს ნამდვილად, მაგალითად იგივე პაკისტანისა და ირანის დაპირისპირება და ჩარევა, მაგალითად ერაყისა და ირანის ურთიერთობა არის იკვეთება ასეთ შემთხვევები, როდესაც ერთი სახელმწიფო ერევა მეორე სახელმწიფოს შიდა საქმეებში და ცდილობს მის შიგნით არსებული ჯგუფების ინსტრუმენტალიზაციას ისე, რომ მაინც და მაინც ეს ნიშანი ძალიან საინტერესო მოვლენა, ეს ნიშანი შეიძლება საერთოდ არ იყოს მისი იდენტური და მისი მახასიათებელი. მეორე ძირითადი ნიშანი, რომელსაც შეგვიძლია გავყვეთ და რაც ვფიქრობ, რომ არის შესაძლოა იყოს ძირითადი მონოპოვარი ამ სიახლე შეიძლება იყოს ამ მიმართულებით და რაც ყოველ შემთხვევაში არის მე მგონია, რომ საკმაოდ საინტერესოა ამ მიმართულებით მუშაობა და მეც აი პროცესში ამოვაჩინე ეს თუმცა ახალი ამაში და ეს თქმა უნდა ახალი ველოსიპედი არ არის უბრალოდ მეტი ყურადღება ამ ფაქტორის გასამახვილებელი ეს არის ეთნიკური წმენდის ინსტრუმენტალიზაცია. ზოგადად სოციალური ფსიქოლოგიის ხალხაზრისით რო შევხედოთ ეთნიკურ წმენდაში არაფერი არ არის ახალი. არა თუ საერთაშორისო ურთიერთობების ან პოლიტიკის ჭრილში, არა, სტანდარტულად ინდივიდუალურ დონეზე, ერთი ადამიანის დონეზე რომ ჩამოვიდეთ და მოვაქციოთ ჩვენი ფოკუსი, ეთნიკურ წმენდაში ახალი და განსაკუთრებული არაფერი არ არის, ხომ? ადგილობრივი ექსცესები. ფსიქოლოგიაში არსებობს რამდენიმე კლასიკური ექსპერიმენტი, დაახლოებით სტანდარტული ექსპერიმენტებიდან ალბათ 9-10 ექსპერიმენტია, რომელიც აი კლასიკურ ექსპერიმენტად განიხილება, ანუ ისტორიის დასაწყისიდან დღემდე, რომელთა 90% არის სწორედ ამაზე, სოციალურ აგრესიაზე ფოკუსირებული, როგორ ახდეს ადამიანთა უმრავლესობა გავლენის ქვეშ მოქცევას და უსასტიკესი ფორმების გამოვლენას, უსასტიკესი მდგომარეობის გამოვლენას, როგორ ახდეს როლში შესვლას და სხვა ადამიანების წამებისკენ მიდრეკილებას, როგორ ახდენს მხოლოდ იმის გამო, რომ ავტორიტეტი ეუბნება, რომ დაარტყი და ატკინე და მეორე მხარეს მსახიობდიას, მაგრამ ამ ადამიანს გქონდა რომ რეალურად ადამიანს კი აი მილგრემის ექსპერიმენტი გავხსენოთ, ზიბარდოს ექსპერიმენტი გავხსენოთ და თოჯინა ბობოს ექსპერიმენტი ნულოვანი ტოლერანტობის, აი ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს ამის, როდესაც უბრალოდ შეგიხარ როლში და საერთოდ არ ვეხები ეხლა მე სადისტურ მიდრეკილებას და ადამიანში არსებულ გარკვეულ ტენდენციებს, რომ სიამოვნება მიიღოს ხუსი ტანჯვისგან, ამას საერთოდ არ ვეხები. რასაც ქონდა, რა თქმა უნდა, ადგილი ამას არავინ არ უარყოფს, რომ ან რუსულ შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც დიდი ნაწილით მონაწილეობდა ეთნიკურად ქართველი ხალხის წამებაში,
მასობრივ ხოცვაში ეთნიკურად აფსვა და ეთნიკურად რამოდენიმე ჩრდილოკავკასიური ეთნიკურად ჩაჯანი ხალხის აი ამ ნაწილში ამაში მე არ ვდაობ, რომ მათ შემთხვევაში მოხდა კონფორმიზმი, მათ შემთხვევაში მოხდა საცისტური მიდრეკილებების გამოვიდა, ამას არ უარყოფს. მე არ ვამბობ, რომ მათ უშუალოდ ფულის აღების მიზნით აკეთებდნენ ამას, მაგრამ როდესაც კონფლიქტში პირველივე დღიდან ჩართული იყო, კი არა, ნაწილობრივ იმართებოდა სრულად იმართებოდა, ნაწილობრივ იმართებოდა რუსული პოლიტიკური ელიტის მიერ და რომელსაც ჰქონდა სრული კონტროლი. წარმოიდგინეთ გაერთიანებული ჯგუფების დონეზე, ხო, როდესაც იქნება კავკასიურ მთიულ ხალხთა კონფედერაცია, იქ რეალურად დედაქალაქად აცხადებს სოხუმს. Please. და სოხუმს აცხადებს დედაქალაქად და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ როგორც კი მთავრდება აფხაზეთის კონფლიქტი და როგორც კი ჩაივლის ეს ცხელი დღეები, მაშინვე ხდება შემდეგი, მაშინვე ხდება ის, რომ საერთოდ ფუნქციას კარგავს კავკასიელ მთიელ ხალხთა კონფედერაცია. საერთოდ აღარ არსებობს, ანუ ეს შექმნილი იმისთვის, რომ თითქოს ჩრდილოკავკასიელი ხალხები გაითავისუფლებინათ და იქნებოდა ეს ნარატივიც უბრალოდ დღეს არ შევიდეთ, ამ ნარატივში ცოტა მოგვიანებით სხვა ვიდეოებში შევიდეთ, იქნებოდა ეს ნარატივი შეგნებულად, რომ თითქოს იქნებოდა ის ნარატივიც კი თითქოს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს რუსეთი არ ეხმარებოდა, მაგრამ ის რუსულ მხარეს აწყობდა თურქეთის სლოვაკოვის ნარატივი იყო ასეთი. კარგით, ამას რომ ცოტა ხანი თავი დავანებოთ, რეალურად კვლევათა დიდი ნაწილი ამტკიცებს იმას, რომ უფრო და უფრო მეტი ნაწილი ამ კვლევების იწყებს მუშაობას იმაზე, რომ ეთნიკური წმენდა იქნება ეს თუ გენოციდი იქნება ეს, არ არის უბრალოდ მარტივი ზიზღის ამოფრქვევა და შესაძლოა ის იყოს რაციონალურად გასაბერებული პოლიტიკური ინსტრუმენტი და ამას მოგვიანებით, როდესაც ჩემს ინტერვიუებში მასალას გაგაცნობთ, დარგის წარმომადგენლების მიღებულ მოსაზრებებს გაგაცნობთ და წაგიკითხავთ. იქ დავინახავთ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა თან ხდება აი ამ ჰიპოთეზაზე და გვიყვება შემდეგს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მარტივი სქემა შეიძლება იყოს. ანუ ზიზღის ამოფრქვევა როგორც გადავდოთ ცოტა ხანი, როგორ შეიძლება მხოლოდ ზიზღის ამოფრქვევასთან გქონდეს საქმე, როდესაც რამდენიმე თვით ადრე სანამ მოეწყებოდა ქართული ხალხის ეთნიკური წმენდა, ტყვეების მასობრივი გაუპატიურება, საჯარო თავშეყრის ადგილებზე მასობრივი ჟლეტა, რამდენიმე თვით ადრე ერთმანეთის გარეშე როგორც ყვებიან, ორივე მხარე ყვება ეთნიკურად აფსუად, ეთნიკურად ქართველი აფხაზები ყვებიან აი ამ ყველაფერზე, რომ სადღაც კი ერთმანეთის გარეშე იყო ყოველდღე წარმოუდგენელი. და როგორც წარმოგიდგენთ, რომ მხოლოდ ზიზღის ამოფრქვევასთან ჰქონდა საქმე, თუმცა ამას არ გამორიცხავ და არც ჩრდილოკავკასიელი ხალხების იგივე ეთნიკური ჩეჩნების მონაწილეობას ამას არ გამორიცხავ. უბრალოდ ამას ჩემი ჰიპოთეზაა ასეთი, რომ თან ერთვოდა ოღონდ ეს სამომავლო ჰიპოთეზა უბრალოდ ამ ნაშრომში ლიტერატურა რაც ვიპოვე, ზოგადი ლიტერატურა არ უშუალოდ საქართველოს რუსეთის ურთიერთობაზე, ზოგადი ლიტერატურა რაც ვიპოვე არის მიდის სწორედ ამ ხაზის მიხედვით და ქართული დარგის წარმომადგენლები ემხრობიან ამ აზრს. მაგალითად რუსულ ზემოდან დაკვეთას რომ თავი დავენებოთ, უშუალოდ ეთნიკურად აფსუა ხალხის დონეზეც კი მათი ინტერესშიც კი ჭდებოდა ეს, რომ მოხდარიყო ეთნიკური წმენდა და არა ზიზღის ამოფრქვევა. იმიტომ რომ ჯერ ერთში ისინი მუდმივად მაშინაც რა თქმა უნდა აბსოლუტურ უმცირესობაში იმყოფებოდნენ და მათ ჭირდებოდათ რომ ყველაზე მარტივი გზა რა არის, რომ მოექცენ უმრავლესობაში. ლიკვიდაცია მოახდინო იმ ხალხის და იმ ჯგუფის, რომელიც არ მოგწონს. კიდევ ერთხელ ამაფრით არის ჩემი სამომავლო ჰიპოთეზა და უბრალოდ ზოგადად ლიტერატურა რაც არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამას განვიხილავ თქვენთან ერთად. და ნაშრომში სწორედ ასე მაქვს დაციტირებული, თორემ მე ვამბობ, რომ ამას შემოწმება არ ჭირდება. მეორე ეს არის რეალურად ის, რომ დათესოს შიში და ასე ვთქვათ, გაკვეთილი მისცე სხვა ადამიანებს, რომ იქ აღარავინ აღარ მოვიდეს თქვენამდე და დაალაპარაკებთ კი არავინ არ ცადოს და მესამე ფაქტორი, რომელთაც მგონია, რომ დიდი ყურადღება აქვს დამახულებელი ამ მიმართულებით და ახასიათებს რუსულ-ქართულ ურთიერთობას და რაც მგონია, რომ ორიგინალური მონოპოლარი შეიძლება იყოს ქართული მკვლევრებისთვის და უცხოელი მკვლევრებისთვის, რომლებიც საქართველოს-რუსეთის ურთიერთობას შეისწავლიან და რუსულ მხარეში უგულისხმობ რა თქმა უნდა ეთნიკურად აფსუად ეთნიკურად ოს ხალხსაც ამ კონფლიქტის ჭრილში.
კონფლიქტის გაყიდვა. ძალიან რო აღარ გამიგდელდეს ეს ვიდეო, აქ გავჩერდები. დამიწერეთ თქვენი მოსაზრებები, რაში მეთანხმებით, რაში არ მეთანხმებით. მე არავის დემონიზირებას არ ვახდენ. მათ შორის არის ჩვენი ეთნიკური უმცირესობები, არც ეთნიკურად აფსუ, არც ეთნიკურად ოსი, არც ეთნიკურად რუსი ხალხის დემონიზირებას არ ვახდენ. კონფლიქტს ყოველთვის ახლავს თავად ასეთი მდგომარეობები. ჩვენ მოულ ჩვენი გამოსავალი უნდა ვნახოთ და ხალხის დემონიზირებაში გამოსავალი არ არის. მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა და მიუხედავად იმ მდგომარეობისა, რაშიც ჩვენ დღეს ვართ და იმ უდიდესი ადამიანური ტრაგედიებისა, მაინც რაღაც მომენტში ეს ემოციური ნაწილი მოგვიწევს, რომ გვერდზე გადავდოთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ თავად გავხდებით ამ ისტორიის გამოგზავნებლები და არ გამოვალთ ამ ემოციური მდგომარეობიდან, კიდევ უფრო გაიწელება ამ კონფლიქტის მოგვარება დროში და კონფლიქტის გაწევა არასოდეს არ არის საერთაშორისო ურთიერთობებში დაკავშირებული პოზიტიურ აუთკამთან და აი ამაზე შემდეგ ვიდეოში კონფლიქტის გაყენვიდან გავაგრძელოთ საუბარი და მაგ დეტალებში მე შევიდეთ, რატომ არის დამეზიანებელი კონფლიქტის გაყენვა ყველა მხარისათვის. მადლობა ყურადღებისთვის. თუ ვინმე მოყურეთ ამ ხანი ძალიან ბედნიერი ვარ, გამაგებინეთ აუცილებლად.